დავალება გვაქვს ასეთი, ცვლადები უნდა შევქმნათ, ნატურა უნდა აინთოს, ნატურა უნდა იყოს სიკაშკაშით 200 და შემდეგ ნელ-ნელა ჩაქვრეს. კარგი, გადავიდეთ ახლა ჩვენ ტინკერზე. ეს კოდი რა თქმა უნდა შევინახოთ. დავაწყაბუნოთ ტინკერს, ეს პროექტი რომ შეგვენახოს. დავაჭიროთ პლუს, ავირჩიოთ circuits და დავიწყოთ ახლა გამოტანა იმ კომპონენტების, რაც გვჭირდება. კომპონენტი გვჭირდება Arduino და LED. გამოვიტანოთ Arduino, გამოვიტანოთ LED. LED შეგვიძლია შემოვატრიალოთ, ანუ ანოდი კონდეს მარცხნივ, გამოვიტანოთ რეზისტორი, დავსვათ LED-ის მინუს ფეხზე, ანუ სწორ ფეხზე. რა თქმა უნდა, რეზისტორი უნდა იყოს 220 ომიანი, ამიტომ კილო ომი უნდა ჩამოვშალოთ, ავირჩიოთ ომი. რეზისტორის მეორე ფეხი წამოვიღოთ და შევაერთოთ Arduino-ს ground-ზე, აი აქ და ფერიც სასურველია თუ შევუცვლით კაბელს და იყოს შავი. და ვიცით რომ კაბელის ფერი უნდა შევცვალოთ კლავიატურის ციფრებზე ხელისთაც გაპონებით. ან შეგვიძლია შევცვლოთ აი აქედან. შემდეგ ანოდი ფეხი წავიღეთ და შევაერთეთ პირობითად 5-ში. დავაწყაბნეთ აქ და შევაერთეთ აქ და რაც წინა გაკვეთილზე, წინა ვიდეოებში არ მithქვამს, ეს არის რომ ესე იგი ხომ ვიცით უკვე რომ შეგვიძლია LED, ანუ ავანთოთ მაქსიმალურ სიკაშკაშით და ჩავაქროთ digital-ით, digital write-ით, high-low-ით, ან შეგვიძლია ავანთოთ ჩვენთვის სასურველი სიკაშკაშით analog write-ით. ესე იგი თუ გვინდა რომ LED მიიღოს ანალოგიური მნიშვნელობები, მაშინ აი აქ digital პინებზე უნდა შევაერთოთ მხოლოდ იმ პინებზე, რომელსაც აქვს აი ასეთი ხაზი, თითქოს მინუსივით, ხო, კლაკნილი ხაზი რომ არის. აი ეს რომელსაც ასეთი ხაზები აქვს გვერდით, აი იმ პინებზე შეგვიძლია შევაერთოთ ისეთი კომპონენტები, რომლებთვისაც ვიყენებთ analog writes. კარგი, მეხუთეში შევაერთეთ, წრედი იდეაში უკვე ავაწყეთ, ამის ფერით შევცვალოთ. ახლა გადავედით კოდებზე, ესე იგი კოდი ავირჩიეთ, blocks ჩამოვშალეთ, ავირჩიეთ ტექსტი და დავაჭირეთ continuous. ეს კოდი მოდი წავშალოთ და დავიწყოთ ახლა ცვლადის შექმნა. ესე იგი, ცვლადი გვჭირდება ჩვენ იმისთვის, ერთი ცვლადი გვჭირდება იმისთვის, რომ რომელ პინზე გვაქვს შეერთებული, ანუ Arduino-ს რომელ პინზე გვაქვს შეერთებული ეს LED და ამისათვის ვქმნით ცვლადს. და ეს ცვლადი, როგორც უკვე ვიცით და გითხარით და კიდევ ახსენებ, არსებობს სხვადასხვა ტიპის, ხო, ეს არის ინტეჯერი, boolean ტიპის, float ტიპის, string-ი და ასე შემდეგ. კარგი, ჩვენ გვჭირდება ახლა ინტეჯერ ტიპის, იმიტომ რომ აი ეს შეერთებული არის მეხუთეში და როდესაც ჩვენ წერდით pin modes 5 და out, 5 ამას როდესაც წერდით, ანუ წინა ვიდეოებიდან გახსენებთ ახლა 5-ანის მაგრამ ჩვენ უნდა დავწეროთ ცვლადი. ამისათვის ცვლადის სახელი. ამისათვის პირველ რიგში ჩვენ შევქმნათ ცვლადი, რომელიც იქნება int ტიპის, int და ცვლადის სახელი დავარქვათ red, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვანათებთ წითელ ნატურას, ხო, შეგვიძლია LED დავარქვათ. ნუ სახელს არ აქვს მნიშვნელობა, რასაც გინდათ იმას დაარქმევთ. დავარქვით red და red ნატურას ვაერთებთ მეხუთე პინზე. წერტილზე აუცილებლად არ დაგვავიწყდეს, ასევე გვინდა int მეორე ცვლადი და მეორე ცვლადი უნდა იყოს bright, ანუ სიკაშკაშე ამ ნატურის, ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ, აქ ჩავსვათ და უდრის და თავიდან როგორც გვეუბნებიან brightness-ი უნდა იყოს 200, ხო, ესე იგი ეს უნდა გავუტოლოთ 200 და წერტილზე. ახლა უკვე უნდა შევქმნათ setup ფუნქცია და loop ფუნქცია. როგორც ხედავთ, ესე იგი setup ფუნქციისა და loop ფუნქციის ზევით შევქმნი ეს ცვლადი და ამ ცვლადებს ეწოდებათ გლობალური ცვლადები, იმიტომ რომ setup-ში და შეგვიძლია გამოვიყენოთ და loop-შიც. თუ setup-ში შევქმნით, loop-ში ვეღარ გამოვიყენებდით, თუ loop-ში შევქმნით, რა თქმა უნდა, setup-ში ვერ გამოვიყენებთ და ასე შემდეგ. ამიტომ ვქმნით გლობალურ ცვლადებს, ანუ ფუნქციების თავზე, რომ ყველა ფუნქციაში შეგვეძლოს მისი გამოყენება. შევქმნათ void setup ფუნქცია, გავხსენით ფრჩხილი, ჩამოვედით ქვევით და აქ დავხურეთ და ეს დაბით შემოვწიეთ შიგნით. კარგი, დავაყენეთ პინი, ესე იგი pin mode და უკვე აქ 5 და output-ს კი არ ვწერ, უკვე ჩვენ ვიცით რომ 5
არის შენახული ცვლადში სახელად red. ამიტომ აქ ვწერთ უკვე red ძიმე და red pin-ი იყოს output-ი. ჭრილი დავხურეთ, წერტილმძიმე დავწერთ და ჩამოვედით ქვევით. აქ უკვე met pin-ს აღარ ვაყენებთ. ამიტომ აქ აღარ გვჭირდება მეტი არაფერი. ახლა ჩამოვედით ქვევით, ანუ ფიგურული ჭრილის ქვევით ჩამოვედით და შევქმნით loop ფუნქცია. ანუ void loop ჭრილები დავუწერეთ, ფიგურული ჭრილი ჩამოვედით ქვევით და ეს ფიგურული ჭრილის დავხურეთ და ეს ტაბით ჩამოვედით შიგნით. ესე იგი, დავიწყეთ ახლა analog write. გავხსენით ჭრილი, აქ ვწერთ ცვლადის სახელს უკვე ready და ready უნდა იყოს აი ამ სიკაშკაშით ანთებული, ანუ 200-ით და ცვლადის სახელს წერთ აქ, წერტილმძიმე დავწერე ქვევით. შემდეგ delay დავწეროთ, რომ ამ პოზიციაში გაჩერდეს 250 მილიწამით, ანუ მეოთხედი წამით და შემდეგ ნახეთ, თუ starts დავაწვევი, რომ აინთება ეს, მაგრამ არ შემცირდება ამის სიკაშკაშე, ხო? ანუ სიკაშკაშე უნდა შევამცირო ნელ-ნელა, ამიტომ brightness-ი მინუს უდრის 10, რომ ნელ-ნელა შემცირდეს, ან brightness-ი უდრის brightness მინუს 10. კარგი, ახლა როდესაც starts დავაწვევი, ეს დაიწყებს ნელ-ნელა შემცირებას და მე ისევ თავიდან დაიწყებს, მაგრამ იდეაში მაგრამ იდეაში brightness-ი მინუსებში გადავა, ამიტომ მინუსებში რომ არ გადავიდეს, if-ი ჩვენ წინა თავებში გვაქვს ნასწავლი და იმას გამოვიყენებ, იდეაში იგივე არის, უბრალოდ აქ ჭრილებია განსხვავებული. ესე იგი, if-ით რას ვაკეთებთ? ესე იგი, თუ brightness-ი ნაკლები იქნება 0-ზე, მაგ შემთხვევაში აქ ჭრილი დავხურეთ, გავხსენით ფიგურული ჭრილი, ჩამოვედით ქვევით, აქ დავხურეთ ფიგურული ჭრილი და რა თქმა უნდა ესენი ტაბით შევძიოთ შიგნით და აქაც ტაბით უნდა შევძიოთ შიგნით და აქ უკვე უნდა ვუთხრათ, რომ brightness-ი გახადე ისევ 200-ის ტოლი. ესე იგი, თუ brightness-ი ჩამოწდება 0-ს, მაშინ brightness-ი გახდეს ისევ 200-ის ტოლი და დაიწყება ისევ ამის მოქმედება. კარგი. runs დავაჭიროთ, დავსტარტოთ, ნელ-ნელა შემცირდა. როდესაც ჩაქვრება, შემდეგ ისევ დაიწყება უფრო მაღალი სიკაშკაშით და stops დავაჭიროთ, ესენი მოვნიშნოთ, გადავაკოპიროთ ისევ აი აქ. აქ ჩავაფეისტეთ და გადავედით შემდეგზე. შემდეგი არის